უკრაინისთვის ერთდროულად ორი უმნიშვნელოვანესი ამბავია. ერთი კარგი და ერთი ცუდი. კომპანია Firepoint-მა პირველად ჩაატარა FP7 რაკეტის გამოსცდა, რომელიც უკრაინული ანტიბალისტიკური სისტემის Freya-ს საფუძველი იქნება. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ახლა ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი ცის დამოუკიდებლად დაცვა. და სწორედ აქედან გამომდინარეა მეორე ამბავი. უკრაინა კვლავ განიცდის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის PAK-3 რაკეტების დეფიციტს. და გუშინ ვლადიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მიზეზი მხოლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ არის. უკრაინას აქვს შეთანხმება ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე. მაგრამ ამ კონტრაქტის ფარგლებში ჯერ კიდევ არ არის დამუშავებული იურიდიული ნაბიჯები. რატომ? აი ამ კითხვასაც ამ გამოშვებაში თქვენთან ერთად განვიხილავთ. მე მქვია ალექსეი პიჩინ და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pichi News-ი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე ნატოს გენერალური მდივნის მარკო რიუტეს კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ განიცდის PAK-3 ტიპის რაკეტების დეფიციტს პატრიოტის სისტემებისთვის. რიუტემ კი განაცხადა, რომ PAK-2 და PAK-3 ტიპის გამანადგურებელი რაკეტები უკრაინის დაცვის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად რჩება რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან. მისი თქმით, ამ საბრძოლო მასალის მიწოდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მუდმივ რეჟიმში გრძელდება. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა მომავალშიც დააფინანსონ ფიურელის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება ხორციელდება. ახლა კი ციტატა მარკო რიუტესგან. მაგრამ ყოველთვის არსებობს რისკები, რომ ინტენსიური სამხედრო ოპერაციები გავლენას მოახდენს არსებულ მარაგებზე. მაგრამ ეს ფიურელზე არ მოქმედებს. მომავალში შეიძლება, მაგრამ ეხლა არა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაორწმუნდეთ, წარმოება გაიზრდება, რათა შევძლოთ იმ მარაგების მიწოდება, რაც ჩვენს საწყობებშია. ამავე დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის PAC-3 რაკეტების დეფიციტი დღეს არ წარმოშობილა. მისი თქმით, ადრე პარტნიორები მათ მცირე რაოდენობით აწვდიდნენ. თუმცა სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო. შემდეგ ზელენსკის ციტატა. ჩვენ პარტნიორებისგან ვირებდით PAC-3 რაკეტებს შესაბამის რაოდენობაში, მაგრამ შემდეგ ყოველთვიური რაოდენობა რამდენჯერმე შემცირდა. ეს ფულის დეფიციტის გამო არ ყოფილა. აქ ყველა მუშაობდით, დავიწყეთ ყიდვა, უპაულობდით ფულს, უზრუნველყოფდით. მაგრამ მაინც რაოდენობა ნაკლები იყო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მიწოდების შემცირება შეეხო არა მხოლოდ PAK-3-ის რაკეტებს პატრიოტისთვის, არამედ სხვა ტიპის შეიარაღებასაც. მოთხოვნილების ნაწილი უკრაინული წარმოებით დაკმაყოფილდა, მაგრამ PAK-3-ის რაკეტების ჩანაცვლება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამიტომ მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება გახდა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ლიცენზიის მიღებაზე. პატრიოტის სისტემების წარმოებაზე უკრაინის ტერიტორიაზე. და შემდეგ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ციტატადას მოვიყვან ზელენსკისგან. ჩვენ თავის დროზე საუბრობდით ASHS-ის წინა ადმინისტრაციასთან და ასევე საუბრობთ მოქმედ ადმინისტრაციასთან პატრიოტის წარმოების ლიცენზიებზე, რათა მათი წარმოება შესაძლებელი იყოს უკრაინაში ან ნატოს პარტნიორებთან ერთად. ეს ემთხვევა ASHS-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არსებულ კურსს, რომ ევროპამ თავად შეძლოს მეტი გააკეთოს თავისი დაცვისთვის. ჩვენ მომავალშიც ამაზე ვიქნებით ორიენტირებულნი. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ეხმარება ამ გზამნილის მიწოდებაში ამერიკისთვის, რომ ჩვენ ევროპაში შეგვიძლია ვაწარმოოთ ის, რაც დაეხმარება როგორც ევროპას, ისე ამერიკას და მოკავშირეებს. და ეს პირველ რიგში ეხება Patriots. მაგრამ აქ არის ძალიან მცნაური ნიუანსი. ვლადიმირ ზელენსკი მოულოდნელად მძაფრად დაესხა თავს თავის ჩინოვნიკებს და მათთვის დედლაინიც კი დააწესა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას აქვს შეთანხმება ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე. საუბარია შეძენაზე, მაგრამ ამ კონტრაქტის მიხედვით ჯერ კიდევ არ არის დამუშავებული იურიდიული ნაბიჯები. ანუ გამოდის, რომ საქმე მხოლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ არის. როგორც ჩანს, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე შეთანხმება ფინანსურ, იურიდიულ და ტექნიკურ დონეზე გაიჭედა. თითქოს ვიღაცა სათანადოდ არ მუშაობს. ამიტომ უკრაინელი ჩინოვნიკების ამოცანაა დააჩქარონ Patriot-ის კონტრაქტი. და ეს იქნება პირადი პასუხისმგებლობა ჩართული ოფიციალური პირებისთვის, გვეუბნება ზელენსკი.
ანუ თუ უკრაინა მალე ვერ შეიძენს პირველ პეტრიოტ სისტემებს, ვიღაცას პასუხისგება მოუწევს. და შემდეგ კიდევ ერთ ციტატას მოვიყვან ზელენსკისგან. ევროპული მხარდაჭერის პაკეტიდან უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევრო და ჩვენი სხვა ფინანსური რესურსები მაქსიმალურად ოპერატიულად უნდა იქნეს გამოყენებული იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც უკრაინელებს სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფს. სწორედ ერთ კვირას ვაძლევ ყველა მოსამზადებელ ნაბიჯს. ველოდები ანგარიშს უკვე პარასკევს, რის შემდეგაც ან იქნება სიცხადე პატრიოტის შეძენის შეთანხმების განხორციელებაზე, ან სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. თუ გულწრფელად თქვათ, ძალიან იაფად ჟღერს. თითქოს მეფე კარგია, ბოიარები კი ცუდები. მაგრამ დასკვნების გაკეთება, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის. ამასობაში კარგი ამბავია, კომპანია Firepoint-მა პირველად ჩაატარა FP7X რაკეტის გამოცდა, რომელიც Freya-ს ანტიბალისტიკური სისტემის საფუძველი იქნება. კომპანიაში განაცხადეს, რომ ახლა ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი ცის დამოუკიდებლად დაცვა რუსული რაკეტებისგან. და როგორც კომპანიაში განაცხადეს, ყოველი წარმატებული ახალი რაკეტის გამოცდა ქვეყნის ტექნოლოგიური სუვერენიტეტისკენ გადადგმული ნაბიჯია. Firepoint-ის მთავარი კონსტრუქტორი დენის შტილერმანი გამოაქვეყნა FP7X რაკეტის მახასიათებლები. კერძოდ საბრძოლო მასალა დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან და შეუძლია განავითაროს სიჩქარე 1.5-დან 1500-დან 2000 მეტრამდე წამში. მისი სიგრძე შეადგენს 7 მეტრსა და 25 სანტიმეტრს გარე დიამეტრი, 1.15 მეტრს, ხოლო ფიუზელაჟის დიამეტრი აღწევს 53 სანტიმეტრს. რაკეტა აღჭურვილია ნახევრადაქტიური ინფრაწითელი თვითდამიზნების თავით, რომლის შემუშავებასაც გეგმავენ გერმანულ კომპანიასთან DL Defense-თან თანამშრომლობით. ცნობილი, თქვენ ნამდვილად იცით, ის აწარმოებს ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებს IRIS-T, რომლებიც გერმანელებისგან მოგვეწოდება. აქ მცირე დაბნელობა ჩნდება. აქ როგორც ჩანს, ბოლომდე არ გვიხსნიან ყველაფერს. შტილერმანმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არ აქვს აზრი გაუშვა ბალისტიკური რაკეტა FP7, რომლის ღირებულებაა $500,000-600,000 და საბრძოლო ნაწილი 200 კილოგრამია. 300 კილომეტრზე როცა შეგიძლია გაუშვა ბევრი დრონი, FP2 თითოეულის ფასი $40,000-ია. ასევე 200 კილოგრამიანი საბრძოლო ნაწილით 370 კილომეტრზე. მათ თქვეს, რომ უკვე შემოდგომაზე მზად იქნება ბალისტიკური რაკეტა FP9, რომელიც 700 კილომეტრზე იფრენს. და აი მაშინ ამ რაკეტით დავიწყებთ მოსკოვის დაბომბვას. აი ელოდეთ FP9 რაკეტას, ხოლო FP7-ის წარმოებას თითქოს აზრი არ აქვს, რადგან ეს ასე ვთქვათ მოკლე რადიუსის ბალისტიკა. და მაშინ ბევრმა შტილერმანის ეს განცხადება ავიქვა როგორც იმ მოკლე რადიუსის ბალისტიკის დაკრძალვა. და ახლა კომპანია Firepoint-ში აღწერენ FP7-ს, რომელსაც შტილერმანი ჩამოდერდა როგორც ანტისარაკეტო თავდაცვის მომავალი რაკეტის საფუძველს და არა როგორც ბალისტიკურ რაკეტას. ანუ ეს ცოტა განსხვავებული კლასებია: ჩამჭერი რაკეტა და ბალისტიკური რაკეტა. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ გამოცდებზე და ბოლომდე გასაგები არ არის, როდის ვიხილავთ ამ სისტემას მოქმედებაში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ Patriot-თან რეალურად დიდი პრობლემა და დეფიციტია, როგორც ჩანს, კომპანიაზე ძალიან დიდ ზეწოლას მოახდენენ ამ იდეის განხორციელების კუთხით. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასწრები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ბუმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.